ცხოვრებაში ის უნდა აკეთო მხოლოდ რაც შენ გინდა და სხვა არ უნდა გაითვალისწინო, არავის არ უნდა მოусმინო და ძალიან სწრაფად ხდება დაშურებაზე გადაწყვეტილების მიღება და ძალიან მარტივია ადამიანებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მე რასაც ვაკვირდები. ემპათია თითქოს არ ფიგურირებს ისეთი დოზით, როგორიც უნდა იყოს ურთიერთობაში. ადამიანებს თითქოს არ იციან, როგორ იყვნენ ემპათიურები, არ ფიქრობენ იმას, რომ სხვას უნდა ასევე გაუგონ. ფოკუსირდებით მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე, რაც შეიძლება ასევე განპირობებული არის, თუნდაც რასაც უყურებთ სოციალურ ქსელებში, ინფლუენსერებისგან, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად გამოხატავენ საკუთარ აზრს, რომელიც არ არის განმტკიცებული არც კვლევებით, არც რაღაცა ლიტერატურით, მოუწოდებენ თითქოს ეგოისტური ნაწილების გაძლიერების. ეს რამდენადაც შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან საჭირო იყოს, იმდენად ესე მასიურად ცოტა დამაზიანებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ურთიერთობაში ვართ ადამიანები. ჩვენ ესე ცალკეულად მეორე ადამიანთან ერთად ვლინდებით, დიალოგში ვლინდებით, იმისთვის რომ მე გამოვლინდე, შენი არსებობა არის აუცილებელი ამ კონტექსტში. იგივე ხდება წყვილების ურთიერთობაში, ხო, რომ მე რომ ვარსებობ, შენი არსებობა უზრუნველყოფს ამას ჩვენს ურთიერთობაში.